უარი ფორმალურ კონკურსზეც კი ქართულმა ოცნებამ მესამე სექტორს გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენის უფლება ჩამოართვა. ამის გაკეთება ახლა საპროკურორო საბჭოს შეეძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოცნება ყველა ეტაპს დაბრკოლების გარეშე გაივლის. ანუ გიორგი გაბიტაშვილის შემცვლელს ივანიშვილის გუნდი ისე დაამტკიცებს, რომ პროცესში კრიტიკული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას არავის მისცემს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ივანიშვილს და მის პარტიას ფორმალობის შენარჩუნებაც კი აღარ სურს და გენერალურ პროკურორად პირდაპირ იმ პირს დასვამენ, რომელიც მათთვის მისაღები და მათზე დამოკიდებული იქნება. გიორგი გაბიტაშვილი არჩეულია საქართველოს გენერალურ პროკურორად, ულოცავთ მას და უსურვებთ წარმატებულ საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ ქართული ოცნების მიერ 2015 წელს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები. სწორედ ივანიშვილის პარტია მისცა სამოქალაქო სექტორს გენერალური პროკურორის არჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საპროკურორო საბჭო, რომელსაც გარკვეული ფუნქციები დაეკისრებოდა, მათ შორის გენერალური პროკურორის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის საკითხში და ნომინირება გენერალური პროკურორის კანდიდატებისა შეეძლო მხოლოდ სამოქალაქო სექტორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ბოლო ხანებში ეს რასაკვირველი აბსოლუტური ფორმალობა იყო, მაგრამ ასე თუ ისე ეს ფორმალობაც გააქრეს და უბრალოდ ღიად თქვეს, რომ საერთოდ აღარ ჭირდებათ არავითარი დემოკრატიული გარდაქმნება. პოზიციის შეცვლისთვის ქართულ ოცნებას თითქმის 10 წელი დაასჭირდა. ივანიშვილის პარტიაში ასეხსნიან მათივე მიღებული კანონის გაუქმებას. იმ პირებს, რომლებიც არ არიან კონსტიტუციით განსაზღვრულები, აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერიონ გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის პროცედურაში, რომელიც ეს არის გათვალისწინებული სამწუხაროდ მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მათ შორის შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც გარედან ჩარევის თვალსაზრისით მოგვახვიეს თავს. ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაციებს კარი გარე ძალების გავლენით გაუხსნეს. სინამდვილეში კი მაშინ ეს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი წინაპირობა იყო. ჩვენ საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას არაერთი კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომელიც მთავარი მიზანი არის ერთი მხრივ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ზუსტად ისევე განსაზღვრა ყველაფრის, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყანას შეესაბამება. რა მიზანი აქვს ქართული ოცნების მიერ ანტიდემოკრატიულ ცვლილებას და დასავლეთის მტრად წარმოჩენის პროპაგანდისტულ გზავნილებს? ეს ოპოზიციისთვის მარტივი გამოსაცნობია. ივანიშვილის ოპონენტებისთვის ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროინტეგრაციის პროცესს. ისედაც ფორმალურად იყო ეს საპროკურორო საბჭო და ყველაფერი იერარქიულად ხდებოდა და ახლა უფრო მეტად დაიკეტება. ეს კიდევ ერთხელ გვიხერგავს გზას ევროკავშირისკენ, რადგანაც მათივე მოთხოვნებში იყო, რომ უფრო მეტად გახსნილიყო მართლმსაჯულების სისტემა და მესამე სექტორის აკადემიური წრის წარმომადგენლების ჩართულობა უფრო მეტად ღიას ხდიდა საპროკურორო საქმიანობას. სამსახურო ამ და სხვა გადაწყვეტილებებს, რომელსაც ბოლო პერიოდში იღებს რეჟიმი, ამას აკეთებს მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება განიმტკიცოს რეჟიმმა და მეორე მხრივ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეიძლება კიდევ უფრო შორს აღმოჩნდეთ ჩვენ ევროპული ინტეგრაციისაგან. პრობლემა მხოლოდ საკუთარი კანდიდატის დაყენებაში არ არის. პრობლემაა ისიც, რომ ოცნება გამარტივებული წესით უკვე რიგით მერვე გენერალურ პროკურორს დანიშნავს. არადა კანონით მათ ამ პოზიციაზე 6 წლით ყოფნის უფლება აქვთ. თუმცა ივანიშვილი გენერალურ პროკურორებს ვადაზე ადრეს სხვადასხვა მიზნით ან სახლში, ან და სხვა პოსტზე უშვებს. ივანიშვილის პარტიას უკვე მზად აქვს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევისა და წარდგინების წესში შესატანად. ოცნებამ კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სანქცირებულმა გიორგი გაბიტაშვილმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. ასევე მოულოდნელად 13 მაისს თბილისის პროკურორად დანიშნული გიორგი გვარაკიძე გაბიტაშვილმა გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე მის მოადგილედ დანიშნა, რომელიც ახლა გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებს. სავარაუდოდ ივანიშვილი სწორედ გვარაკიძეს დანიშნავს ამ პოზიციაზე.